პირველად დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად ელჩი ეს არის ლეგალური შპიონაჟის ერთ-ერთი ფორმა. ხო, ერთ-ერთი ფორმა. მოდი ლეგალური ფორმებში. ზოგადად ეხლა შემთხვევით გამოთქვა ხომ არა, რატომ არ ხდება ამერიკაში რევოლუცია, იმიტომ რომ ამერიკაში არ არის ამერიკის საელჩო, ხო? ყველგან აბსოლუტურად საელჩოები ისეთ დიდი ქვეყნების როგორც შეერთებული შტატები თამაშობს მესამე სახელმწიფო, რატომ მესამე პირველ სახელმწიფოებში, ევროპის სახელმწიფოებში ეს ვხედავთ ჩვენ. კი, კაცო. გერმანიაში რა ვერ ხედავთ? თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს, რაც პრინციპში ეს უკვე აღარ არის კლასიკური ელჩი. ანუ განსხვავება ხა მაგალითად რო განვასხვაოთ რა ჩინეთის ელჩსა და შეერთებული შტატების ელჩს შორის არის ის რომ ჩინეთის ელჩი ეს არის ელჩი კლასიკური გაგებით. მან უნდა რაღაცა ორ სახელმწიფოს შორის უნდა რაღაცა განამტკიცოს ურთიერთობა კონტაქტები დაამყაროს. ასეც აკეთებს კიდეც. და ასე შემდეგ. ის არ არის ელჩი იმისთვის რომ შენ აქ რაღაცა შეგცვალოს გმართოს და ასე შემდეგ. ამერიკის საელჩოს ისტორიულად გულისხმობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში შეიძლება იქამდეც იმ ნახევარსფეროში ამერიკის ნახევარსფეროში სხვანაირად იყო მონროს დოქტრინით, ხო? მაგრამ იმის შემდეგ უკვე დანარჩენ სამყაროშიც მისი ფუნქცია იყო აბსოლუტურად განსხვავებული. და რა იყო ეს ფუნქცია? მისი ფუნქცია იყო ის რომ პირველ რიგში გაეტარებინა შეერთებული შტატების პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ბევრნაირად გაატარო. მაგრამ მეორე მხრივ ატარებენ ისე რომ ახდენენ საზოგადოების პოლიტიკური სისტემის ისეთ ტრანსფორმაციას და რაც თავი აზროვნების ისეთ ტრანსფორმაციას რომ რეალურად უკვე ეხლა გახსოვთ ალბათ იაგომ რო თქვა რომ ჩემთვის პატრიარქი არის ამერიკის ელჩია, ხო? ხო. ანუ ესეთი განწყობა და ესეთი წარმოდგენები რო უნდა შეკრას, ეს არის ამერიკელი ელჩების მოვალეობა მესამე სამყაროში. ანუ ეს არ არის ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე რაღაც რელიგიურ საკითხებზე. ამერიკის საელჩო არის რაღაცნაირის ამერიკის ტაძარი მესამე სამყაროში. ეს არის რელიგიური, ნახევრად რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ატარებს ძალიან რელიგიურ შინაარსს, ქმნის ამ რელიგიური ნახევრად ფულითაც ოპერირებს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა რელიგია, როგორც ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც შედის და რომელსაც აქვს ისეთი დიდი საქონელი, როგორც არის ამერიკის მოქალაქეობა, green card, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ხა რომის იმპერიაში, რომის მოქალაქეობა იყო აქტივი, რომელსაც იბრძოდნენ არამოქალაქეები. დაახლოებით იგივეა ეხლაც. მან ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როგორი პროცესს ახდენს საელჩო. პირველ რიგში ახდენს იმას, რომ ხდის საზოგადოების მთელი რიგი სფეროების სუროგაციას. მაგალითად, არის სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოებაში ყველაფერი შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს ბრევლიც, შეიძლება იყოს რაღაცა პროკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება არის NGO-ს. ლიბერალური NGO სექტორი. როდესაც საუბრობენ და რატომ ახდენს ეს, რომ როდესაც საუბრობენ, რომ აი საზოგადოების ინტერესი ესეთია, საუბრობენ, რომ NGO-ს ინტერესია სიამოვნებაში ესეთი, რომელიც ფინანსდება მათგან. მეორე ხედით ქმნის ჟურნალისტთა კლასს, საინფორმაციო კლასს, ანუ ქმნის სამოქალაქო საინფორმაციო იდეოლოგიურ ზოგიერთ შემთხვევაში ეკონომიკურ კლასს შეიძლება სამხედროს როგორც და ხო, თურქეთში როგორც იყო სამხედრო კლასს და ეგვიპტეში და ასე შემდეგ. ხო. კი. ანუ ქმნის მართვის სადავეებში იმ კლასებს, რომელიც მერე ახდენენ ძალაუფლების უზურპაციას. თუმცა რატო გამოვიდა მაშინ? რატომ წამოვიდნენ? იმიტომ რომ პლაკატები. ის რაც შექმნა ვისგანაც შექმნა. ვისაც უნდა მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, ვერ მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია. და თვითონ გავიდნენ თვითონ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა აქამდე როგორ იყო? ეს იყო აი ძველ ჩინეთში იყო დახურული ქალაქი. კი. დახურული ქალაქის სისტემა იყო, ანუ იმპერატორი გადმოცემდა ბრძანებას დახურული ქალაქიდან. აქ როგორ ხდებოდა? ბრძანება გადმოიცემოდა ამერიკის საელჩოდან, მაგრამ ასრულებდნენ სხვები. ეხლა იმპერატორს მოუწია გამოსვლა დახურული